ირანში რეჟიმი სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდის ომით დაზიანებული ეკონომიკისა და ახალი არეულობის რისკის გამო. ირანის სტატისტიკური ცენტრის მიხედვით წლიურმა ინფლაციამ ივლისში 66%-ს მიაღწია, ხოლო საკვების ფასები წლიურად 128%-ით გაიზარდა, რადგან დაზიანებულმა ინფრასტრუქტურამ და შეწყვეტილმა ვაჭრობამ და ASEAN-ს საზღვაო ბლოკადამ კიდევ უფრო გაამძაფრა ზეწოლა რიგით ირანელებზე. პრეზიდენტი ტრამპი ახლა ახალი აქამდე არ ნახული ეკონომიკური ზომებით იმუქრება, თუმცა ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, რას გულისხმობს ეს. თუმცა თეირანის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე შეიძლება არათავად ეკონომიკური ტკივილი, არამედ ის რისკი იყოს, რომ გაუარესებულმა სირთულეებმა მასობრივი არეულობა კვლავ გააღვივოს და მომიტინგეები ისევ ქუჩებში დამოიყვანოს. საკითხის გასარჩევად ახლო სტუდიაში შემოგვიერთდა პუერცდა პენტია მუდირი, ირანელი ჟურნალისტი და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი. პენტია, მადლობა რომ აქ აი 24 ნიუსის სტუდიაში ხარ ჩვენთან ერთად. ეს ჩემთვის დიდი პატივია, ნიკო. მადლობა. შეგიძლიათ მაქსიმალურად აგვიხსნათ რა ხდება ირანში, როდესაც საკვების ინფლაცია 128%-ს აღწევს. როგორია ეს ეკონომიკური წნეხი ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ირანელებისთვის? ეს ნიშნავს, რომ ხელფასი, რომელიც ადრე ოჯახს ერთი თვის განმავლობაში ყოფნიდა, ახლა რამდენიმე დღეში ქრება. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს უწევს აირჩიოს, რა აუცილებელი და ძირითადი საკვები შეუძლია იღიდოს. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ოჯახს ახლა უკვე აღარ აქვს ხორცი, ქათამი და წითელი ხორცი სუფრაზე. და ბევრი ადამიანი ამჟამად ნამდვილად ეკონომიკურად იტანჯება. ისინი, ვინც საკუთარ თავს საშუალო კლასად მიიჩნევენ, ეხლა აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, რომ ხელფასი რამდენიმე დღეში უმთავრდებათ და ვეღარ შეძლებენ წითელი ხორცის ან ქათმის ყიდვას. ეს რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ჩვეულებრივ ირანელებს აზიანებს, მაგრამ პანტია, რა ნიშნები იქნება იმისა, რომ ეს რეალურად რეჟიმსაც დაარტყამს? რას უნდა ვაკვირდებოდეთ, რომ დავინახოთ, რეჟიმი ვეღარ უხდის ირანის რევოლუციური გვარდიის ძალებს, ბასიჯის ძალებს, ანუ რომ ეს რეალურად რეჟიმზე ახდენს გავლენას და არა მხოლოდ ჩვეულებრივ ირანელებზე. ნიკოლ, ძალიან კარგი კითხვა. სინამდვილეში გაზეთებს კითხულობდი და დავინახე, რომ ბევრი ამბობს, ირანის ეკონომიკა ჯერ კიდევ ძლებს. და პირველი კითხვა, რაც ირანელს უჩნდება, არის ვისი ეკონომიკის შესახებ საუბრობთ ზუსტად. რეჟიმის ეკონომიკა, დიახ, რადგან მათ წლების განმავლობაში ბევრი გზა იპოვეს, როგორ აუარონ სანქციებს გვერდი, როგორ შექმნან პარალელური გზები, რომ მაინც გამდიდრდნენ და როგორ გამოიყენონ ბოროტად სხვა სექტორები, რომ მიიღონ ფული, რაც სჭირდება თავიანთი საქმიანობისთვის, მაგრამ ხალხის ეკონომიკა სულ სხვა საკითხია. დღეს კარგი ამბავი იყო ის, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეაჩერა ყველა ეკონომიკური და ფინანსური კავშირი ირანთან. და ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან არაბთა გაერთიანებული საამიროები წლების განმავლობაში ირანის რეჟიმის ეკონომიკური საყრდენი იყო. და ეხლა ეს მართლაც დიდ ცვლილებას გამოიწვევს. მაგრამ ისევ იმავე კითხვაზე ვბრუნდებით, რადგან წლებია ვხედავთ ირანის ეკონომიკას ნანგრევებში. ჩვენ ნახეთ, როგორ მოქმედებს ეს ჩვეულებრივ ირანელებზე, მაგრამ თქვენ ახლა ხან თქვით, რომ რეჟიმმა იპოვა გზები ამ ზეწოლის ასარიდებლად და მაინც შეინარჩუნა თავი. მაშ, რას უნდა ვაკვირდებოდეთ, რომ დავინახოთ რეალურად ახდენს თუ არა ეს გავლენას რეჟიმის ძალაუფლებაზე ირანში? ჩემი აზრით, გულწრფელად რო ვთქვა, როდესაც სამხედროები იციან მაგალითად, სად და როგორ იმყოფება ხამენეი, სად არის ის ამ მომენტში. დარწმუნებული ვარ, მათ იციან, რომელი ეკონომიკური წყარო ინარჩუნებს ამ რეჟიმს და სწორედ ეს უნდა შეწყვიტონ. ეს მნიშვნელოვანი განვითარება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, რადგან წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ ბევრი ირანის რევოლუციური გვარდიის წევრისთვის ეს ადგილი თავშესაფარია. ისინი იქ მიდიან, ფულს იღებენ, ყველაფერს აკეთებენ და რეალურად არაფერი ხდება. ეკონომიკურად მათზე არაფერი მოქმედებს. და ეხლა ამასაც ვნახავთ ჰორმუზის სრუტის დახურვასთან დაკავშირებით. დიახ, ამ ეტაპზე ხალხი ნამდვილად იტანჯება ამის გამო, მაგრამ ბევრი გზა, დარწმუნებული ვარ, ისეთი ქვეყნები, როგორც შეერთებული შტატები, თუ მოინდომებენ, აუცილებლად იპოვიან ყველა იმ გზას, თუ როგორ შეუძლიათ შეწყვიტონ. არხის ფეხების მოჭრა. სად არის ახლა გაბრაზება ჩვეულებრივ ირანელებში, რადგან თქვენ ახსენეთ ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადა, რომელსაც შეერთებული შტატები ახორციელებენ. ამ ეკონომიკური სირთულეების გამო გაჩენილი გაბრაზება ნაწილობრივ ვაშინგტონზეც გადადის.
რადგან სწორედ ისინი ახორციელებენ ამ ზეტოლას, რომელიც საბოლოოდ ხალხზე აისახება. რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებაში სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ომს სწორედ ამ მიზეზების გამო ეწინააღმდეგებიან. მაგრამ ამავე დროს მათ აქვთ უზარმაზარი რისხვა რეჟიმის მიმართ. მაგრამ მომიტინგეები, ბევრი მომიტინგე, მათი რისხვა იმდენად დიდია, რომ ამბობენ, კარგი, ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ეს ტანჯვა, სანამ ზუსტად ვიცით, რომ მათი დასასრული ახლოვდება. დიახ, ეს ნამდვილად მთავარი კითხვა, რომელსაც ყველა ვეძებთ. პენტია, შენ ხშირად გვიერთდები i24 News-ზე, მაგრამ უცხოეთიდან ხარ. შენ ახლა ისრაელში ხარ და უბრალოდ მინდოდა მეკითხა იმ პროექტზე, რომელზეც აქ ოფნისას მუშაობ. დიახ. გამარჯობა, დიდი მადლობა. მაგრამ მე აქ ვარ ირანელებსა და ისრაელელებს შორის ერთობლივი პროექტისთვის. ეს მათი პირველი ერთობლივი წამოწყებაა 1979 წლის შემდეგ. და რაც ჩვენ გვინდა სინამდვილეში ისაა, რომ დავწმუნდეთ, რომ სიღარიბე ესეთ სიტუაციებში, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე, არ გადაიქცეს კიდევ ერთ სისტემურ იარაღად, რომელსაც რეჟიმი ბოროტად გამოიყენებს. სიღარიბე ხალხის წინააღმდეგ, რადგან, როგორც იცი, ხალხი ნება მომეცით, ესე ვთქვა. ოპტოპი ეხება ადამიანების დახმარებას ისე რომ რეჟიმი არ გავხადოთ ძლიერი. ეს არის ჰუმანიტარული პლატფორმა და ეს არის სისტემა, ინფრასტრუქტურა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანები იღებენ ჰუმანიტარულ დახმარებას, ისე რომ ირანის რევოლუციური გვარდია არ იღებდეს მის ნაწილს. ბევრი ადამიანი ეხმარება თავის ოჯახებს ირანში, მაგრამ ყოველთვის ასეა, სიმართლე ისაა, რომ ეს დახმარება გადის იმ არხებით, რომლითაც ირანის რევოლუციური გვარდია ამ ფულით საკუთარ თავს ამდიდრებს. ეს არის რეგულირებული პლატფორმა, ოფაკის მიერ დამტკიცებული და მიზანია დაეხმაროს ოჯახებს და გამოიყვანოს ისინი სიღარიბიდან. იმიტომ რომ ირანულ დიასპორას საკმარისი ფული აქვს, რომ ირანში მცხოვრებ ხალხს დაეხმაროს. და ამავე დროს ირანის რევოლუციურ გვარდიას არაფერი მიუღია. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. პენტია, მოდირი, მადლობა რომ იყავით ჩვენთან 24 News-ის სტუდიაში და გაგვიზიარეთ მეტი ინფორმაცია. ვაფასებ ამას. მადლობა, ნიკო.